სათხილამურო კურორტზე სრიალით ბოლომდე ისიამოვნოთ. ალბათ მთავარია არ შეგცივდეთ და ნებისმიერ ამინდში თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნოთ. Როგორი უნდა იყოს სათხილამურო აღჭურვილობა, რომ ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს. შეარჩიეთ კომბინიზონი, ქურთუკი, სათვალე, ხელთათმანი და სხვა აქსესუარები ზამთრის კურორტზე წასვლამდე ნიატ ყეშელაშვილთან ერთად. თბილისში თოვლი უკვე რამდენიმე დღეაც მოვიდა და უკვე თამამად შეგვიძლია გეზი სათხილამურო კურორტებისკენ ავიღოთ. თუმცა მანამდე ამისთვის სპეციალური აღჭურვილობა გვჭირდება. დღეს სწორედ თქვენთან ერთად ვეცდები გავარკვიო, როგორი აღჭურვილობა გვჭირდება თხილამურზე სრიალისთვის. პირველი რაც თხილამურების სრიალის დროს აუცილებლად გვჭირდება კომბინიზონია. ვიზუალის გარდა სასურველია ის კარგი ხარისხის იყოს და წყალს და ქარს არ ატარებდეს. როცა მივდივართ სასრიალოდ პირველ რიგში ვარჩევთ ტანსაცმელს, რომელიც უნდა გვეცვას სრიალის დროს. მაგალითად ავიღოთ კომბინიზონი თავიდან ესეთი სტილის არის ხოლმე. ძირითადად არჩევენ ხარისხის და დიზაინის მიხედვით, რა თქმა უნდა ფერების მიხედვითაც. აქვს სხვადასხვა გამტარობა, ანუ რაც უფრო მაღალია, მით უფრო კარგად ინარჩუნებს ტემპერატურას, არ ატარებს ქარს, წყალს. კომბინიზონის შიგნით კი სასურველია თერმოგამტარი შარვალი ჩაიცვათ, რომელიც სხეულის ტემპერატურას ინარჩუნებს. ასევე თხილამურის ეგრეთ წოდებული ბატინკის შიგნით მოთხილამურეები სპეციალურ წინდებს იყენებენ. აუცილებელია ბატინკის შიგნიდან, თხილამურის ბატინკის შიგნიდან ჩავიცვათ თერმული წინდა, რომელიც ჯდება ზუსტად ფეხის ფორმაზე და ანუ ბატინკსაც შესაბამისად კარგად ვირგებთ. კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი ქურთუკია. აქ როგორც კომბინიზონის შემთხვევაში მთავარი ყურადღება ხარისხს ენიჭება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაც არის ანუ ტანსაცმელში სათხილამურო არის ქურთუკი. ქურთუკსაც ვარჩევთ დაახლოებით იგივე პრინციპით, ანუ დიზაინი, ხარისხი და რა თქმა უნდა იყოს ისეთი სიგრძის და ანუ მოხერხებული, ვინც იცნობს იმისთვის, რომ დაფაროს ის ადგილი, სადაც ანუ შეიძლება თოვლი შევიდეს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სათვალის სწორად შერჩევასაც. თოვლი გარკვეულწილად თვალებს აზიანებს, ამიტომ სათხილამურო სათვალეს სპეციალური მინა უნდა ჰქონდეს. როდესაც არის უფრო ღია ფერის ლინზა, ვიყენებთ ღრუბლიან ამინდში, ნისლში, ანუ ღია ფერისას ვეძახი მოყვითალო ფერის ლინზას. არსებობს სათვალები, რომელსაც ეცვლება ლინზები ამინდის მიხედვით. და არსებობს კიდევ სათვალეები, რომელშიც შიგნითაც შეიძლება გაიკეთოს სათვალე, ანუ ვისაც აქვს პრობლემა მხედველობაზე, იკეთებს თავის სათვალეს და ზემოდან ჩაულებრად სათხილამურო სათვალეს. სათხილამურო ინვენტარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ჩაფხუტიც, რომელიც სრიალს უფრო უსაფრთხოს ხდის. ჩაფხუტი მოთხილამურეს ქუდის მაგივრობასაც უწევს, იმისთვის რომ თავი უფრო თბილად იყოს, სპეციალურ ნიღბებსაც იყენებენ. და ბოლოს სრიალის დროს ხელები აუცილებლად თბილად უნდა გქონდეთ, ამისთვის კი სპეციალური ხელთათმანი დაგჭირდებათ. აუცილებელია რომ ესეთი მატერია გქონდეს ხელის გულებზე, რომლითაც ადვილად დაიჭერ ჯოხს და არ გაგიჭირდა, ანუ არ გაგისრიალდება და ასე შემდეგ. თითქმის ყველა სათხილამურო რაც არის, კარგი ხარისხის არის ესეთი, რომ შიგნიდან აქვს ესეთი მატერია. რომ თუ ზამთრის გატარება სათხილამურო კურორტებზე გეგმავთ, დრო აღჭურვილობის შეძენაზე დაიწყოთ ფიქრი. სრული სათხილამურო ინვენტარის ღირებულება კი 250 ლარიდან 3000 ლარამდე დაგიჯდებათ. ამერიკის შეერთებულ